აი მარტივად რომ ვთქვა, რას ეთყოდით თანამედროვე ახალგაზრდებს აი ჩვენ შვილებს? უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მოკლეა ჩვენი ცხოვრება. ძალიან მოკლეა და ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ეს ცხოვრება იყოს და არა არსებობა. არა რაღაც დინებაში რომელიღაც ნომრობა, არამედ პიროვნულობა. და რა ვიცი, ეს ვერანაირად ვერ განხორციელდება ისე თუ ადამიანმა არ დაინახა საკუთარ თავში ღვთისმგნელობა და ღვთის წინაშე პასუხისმგებელი. და ეს დანახვა, როცა ადამიანი ესე სერიოზულად უყურებს, ის სიხარულს ანიჭებს მას. დღეს ბევრს ლაპარაკობ თავისუფლებაზე, მაგრამ თავისუფლების გააზრება არ აქვს სწორი. თავაშვებულობას გულისხმობ თამაში და არა იმას, რომ უფლებდე ადამიანის საკუთარ თავს, მართავდე საკუთარ თავს. აი რაღაცნაირად კეთილი გაგებით გაუბრაზდეთ უნდა საკუთარ თავს და უთხრათ, თუ ესეთი მონა ვარ, თუ ესეთი უნების ყოფა რომ მე არ შემიძლია ჩემი თავი მართო და ისეთი გავხადო, როგორიც მინდა რომ ვიყო. აი ადამიანმა უნდა დაიბრუნოს პიროვნულობა. თითოეული ადამიანი ღვთის ხატი. უნიკალურია თითოეული ადამიანი და არ შეიძლება ადამიანი გახდეს მასის რომელიღაც წევრი. აი დღეს ძალიან ხშირად ხდება, რომ რაღაცას მოდის ახალგაზრდა, ხან რაღაცას გიმტკიცებს, გეკანავათება, ხან რაღაც აქტუალებას გამოხატავს და არის გარედან შემოსული. მას გონია, რომ ეს მისი მოსაზრებაა, მაგრამ არის აი გარედან ჩანერგილი მასში. ეს ყველაფერი ინფორმაციის საშუალებებით, იმ იდეოლოგიით, რომელიც დღეს არის გაბატონებული გედონისტური ხედვით და აი ამას უნდა გავცდეთ და რაღაცნაირად პიროვნულობა უნდა დავიბრუნოთ. კარგად დავფიქრდეთ. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ მე მართალი ვარ. ყველაფერი რაც არის ჩვენში, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავსვა და ვკითხოთ, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ რატო ვფიქრობ ასე? რატო მგონია, რომ ეს არის სწორი? აი რას ვეფუძნები? თუ ადამიანმა ისწავლა ფიქრი იმაზე, როგორ ფიქრობს, როგორ ყალიბდება მასში აზრი, ბევრ რაღაცას დაინახავს და ამას უნდა ვეცადოთ. ჩვენ მართალია ესეთ პერიოდში გავიზარდეთ ათეიზმის პერიოდში, მაგრამ ბევრი რამ, თუნდაც იმ სრული ათეისტური სულიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცა სხვანაირად ჩამოგვიყალიბდა. იმიტომ რომ ისე თუ ასე ხალხ გვახსოვს ის პერიოდი, რომ არ მოგწონდა ეს ყველაფერი, არ მოგწონდა ეს საბჭოთა კავშირი, რაღაცას ვეძებდით, რაღაც ინფორმაციას გამოჩხიკავდით ხოლმე და ვცდილობდით, რომ არა უბრალოდ განსხვავებულობას, არამედ ისეთი რაღაცის მოპოვებას, რაც მართლა ღირებული იყო. და არ იყო ეს საზოგადოებრივი შაბლონი და რაღაც გარედან მოხვეული. და დღეს, რა ვიცი, აი ძალიან მართლა სავალალო მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. ალბათ ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს ინფორმაციულ ნაკადს ვერ აკონტროლებენ. ეს გასაგებიც არის, ხო, ასაკიც არის საჭირო, რომ რაღაც საკუთარი თავისუფლება ისწავლო ადამიანმა, რაღაც განსაცდელი გასწავლის, რაღაც პრობლემების გადალახვა გასწავლის ამას და ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. მაგრამ აი პირველ რიგში ამას უსურვებდი, რომ ისწავლონ ჭეშმარიტი თავისუფლება. როგორც უნარი უფლებდეს საკუთარ თავს.